ზოგიერთი გაიყიდა, უსირცხვილო და უსინდისო, ზოგმა ერთი ფქვილი, ერთი ტომარა ფქვილი აიღო, ზოგმა ზეთი აიღო, ზოგმა 30 ლარი აიღო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მინდა გავიხსენო ესეთი რაღაც, როდესაც წინა საარჩევნო კამპანია იყო, ჩვენ ლეიბორისტული პარტიის ჯგუფები დავდიოდით სხვადასხვა რეგიონებში და ჩვენ გვირჩიეს, უпроსტად არ გვირჩიეს, შევსულიყავით ცხინვალის რეგიონის სოფლებში და განსაკუთრებით ახალგორში და ასეთი რამ გვითხრეს, როგორც კი იქ მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ძალიან რბილად რამე სიტყვით შეურაცხყოფას მოგაყენებენო. აი მე დღეს იმ ადამიანებს მინდა შევახსენო, ვინც ასე იყო განწყობილი. მე მინდა გავახსენო საზოგადოებას აგრეთვე ის, თუ როგორი ანგარიშტორება მოუწყეს ოპოზიციას ზუგდიდში. და შემდეგ მიიღეს ზუგდიდელებმა რუსის ტანკები. ეს იმის გამო მოხდა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღესაც ხარს უჭერს ხელისუფლებას, აბა ვინ იყო ის ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ აქ დიდგორობის დღეს და ტაშფანდულში ღებულობდნენ მონაწილეობას. სხვათა შორის გორში გახდით ამ წინებზე სანერგე მეურნეობაში ნერგების ჩამოსატანად ვიყავით და ერთი ქალბატონი მომიბრუნდა და უკანან მე და პაატა ჯიბლაძე ვიყავით უკანასკნელი სიტყვებით დაგვიწყო ლანძღვა რას ერჩით ამ ძვირფას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსო და როდესაც ვკითხეს საიდან ბრძანდებით ტყვიავიდან ყოფილა მე ვთხარი ქალბატონო თქვენი სოფელი ააწიოკეს და ისევ სააკაშვილის ჯანდაბას ჩემი სახლი, ჩემი კარი და ჩემი ოჯახი აწიოკებული, ოღონდ მიხეილ სააკაშვილი იყოს კარგათო. ნუ სანამ ესეთი მოაზროვნე ადამიანები გვეყოლება და ესეთი ფანატიკურად შეყვარებული კერპზე და კერპთაყვანის სცემლები, მანამდე ჩვენი საქმე ძალიან ცუდად იქნება და არის კიდევაც და თუ დღეს ვინმე დრამატულ ხასიათზე დადგა, ეს ცუდი არ არის. ბევრი უნდა ჩაუფიქრდეს თავის საქციელსაც. მართალია ოპოზიციასაც ბევრი აქვს თავის თავზე საფიქრალი, მაგრამ ჩვენ მოქალაქეებს უნდა ჩაფიქრდეს. ჩვენმა ხელისუფლებამ ამოწყვიტა კიდევ ერთი ოჯახი, ეს არის აფრასიძეების ოჯახი, აქ გირგვლიანების ოჯახზე იყო ლაპარაკი. მთელი სვანური სოფელი გადაწვა. და როდესაც საბერძნეთში ერთმა პოლიციელმა შემთხვევითი გასროლით ერთი ადამიანი მოკლა, რამოდენიმე თვიანი ესე იგი ენით აუწერელი აქციები ტარდებოდა საბერძნეთში და იქ არავის არ უთქვავს მოდით ახლა შევიკავოთ თავი აქციებისგან ბერძნების საბერძნეთის წრებს ნუ გავაცინებ და ასე შემდეგ და დავდგეთ რა ქვია საზოგადოება და ხელისუფლება ერთად როდესაც კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ პასუხი უნდა აგოს ამისათვის და სააკაშვილმა როგორც მაშინდელმა პრეზიდენტმა ოჯახების ამოწყვეტისთვის გასაგები ბატონები თქვენი მოსაზრება რაც მინდა ვთქვა უფრო საშიში არის იმ საზოგადოებაში ასეთი განწყობების ასე ვთქვათ გავრცელება ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში რომ აი ახლა ობამას ხელისუფლება მოვიდა და რაღაცა სწრაფად შეიცვლება და მის შესახებ მოგიდებენ სამთვეში წაიყვანენ ეს უფრო საშიში არის ვიდრე ის რომ ადამიანებს მოუწოდოთ რეალურად იმჟელონ იმაზე თუ რა არის პრობლემა აი კიდევ ერთხელ ვიზახით, სრულ იმედების დანერგვა საზოგადოებაში და ოპოზიციამ თავის დროზე ჩვენ დაუშვით ეს შეცდომები, რომ ზედმეტი იმედები მივეცით ამ საზოგადოებას გარკვეულ პერიოდში, როგორც ჩანს, ყოველ შემთხვევაში ვერ შევასრულეთ. ეს ფაქტია, ის უფრო საშიში არის, ვიდრე ის, რომ ჩვენ დღეს ვთქვათ, რომ არსებობს რეალურად ეს პრობლემები, არსებობს ეს საშიშროებები და ამაზე უნდა ვიფიქროთ. და მეორე, მე ვფიქრობ, ეს მრავალფეროვნება პრობლემას არ წარმოადგენს. მე ვფიქრობ, პარტიებმა უნდა დაიწყონ ქმედებები თავისი მიმართულებით. ძალიან ბუნებრივად, ძალიან ბევრი პარტიების გზები გადაიკვეთება. აღმოჩნდება ვინ ვისთან პარტნიორობს. ძალიან კარგი ახლებან და რესპუბლიკელებმა მოაწერეს და რაღაცა ერთიანი ბლოკი შექმნეს, ხო? სხვა პროცესებით წავა, ოღონდ ერთ რაღაცას ჩვენი პარტია ყოველ შემთხვევაში ფორუმი ყოველთვის მოერიდება. უკვე რომ აი ეხლა სასწრაფოდ რაღაცას მოვაწეროთ ხელი, არაფერზე რო შეთანხმებული არა ვარ. მერე დავიწყოთ ქმედება და მერე შუაგზაში ერთი ალთას გაიქცეს და მეორე ბალტას. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ ასე, რომ ყველა პარტიამ უნდა დაიწყოს აქტიურობა, უნდა დაიწყოს აქტიური ქმედებები და ვინც ერთნაირად ფიქრობთ, ბუნებრივად დავდგებით ერთად. სხვა გამოსავალი ყოველ შემთხვევაში სამ ეტაპზე არ არის. ბატონ რამას თქვენი მოსაზრება და შემდეგ პრინციპში ორი სიტყვით შეიძლება ითქვას ის რამაც შენ შავები ჩაგაცო, რომ თუ რაიმე გვაყენებს თუ ხასიათზე, როცა ვერ ვხედავთ რაციონალიზმს და პრაგმატიზმს. და ეს რაციონალიზმი და პრაგმატიზმი არის მოსაპოვებელი.
კი ვიძახით რომ ხალხი და ხალხზე იმისთანებს გეტყვით შეიძლება თქვენზე უარეს ემხრება. უბასანი კიდესაც კი გაუკვირდეს არა ბატონო. ხალხი არის პასუხისმგებელი ბევრ რამეზე. ოღონდ მეორე მხრივ თვითონ ხალხი არის ის რეალობა რომელთანაც გიწევს ყოფნა. ხო და მე აქედან უნდა დაიწყო. განსხვავებით ჩვენ აი ამ ხალხს აქეთ ყოფებისგან ჩემი აზრით და ახალგაზრდებისგან განსხვავებით თქვენ პროფესიად აირჩიეთ პროგრესს. ამიტომაა რაციონალისტ თქვენგან ვითხოვთ, გათვლას თქვენგან ვითხოვთ, მოფიქრებას თქვენგან ვითხოვთ და ხარდაჭერა და გვერდით ყოფნა მე უკვე ხალხისგან ფიქრის მოთხოვნა შეუძლებელი. ხალხს ამისთვის არ ცელია ყოველს თავთავისი რაღაცა. ხარდაჭერა და პრაცი ჩვენს კეთილს. ერთი ფილმი. არ არსებობს მასეთ ხალხი რომელიც ფიქრობს ამ საფრთხეში. ხო და ამიტომ იმედია რომ რაღაცა აი ხაბატოია ისმენთ. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე არ მომწონს ის ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობ და ნამდვილად მინდა რომ ვიცხოვრო უკეთეს საქართველოში. ეს ერთი და მეორე. მე მგონია იმისთვის რომ შეიცვალოს ხელისუფლება არის სამი ფაქტორი საჭირო. პირველი ეს არის მიხეილ სააკაშვილის საპირწონე ლიდერი, მეორე ეს არის ნდობა საზოგადოებისა ოპოზიციის მიმართ და მესამე ეს გახავთ საინფორმაციო უზრუნველყოფა. ხელისუფლება უნდა შეიცვალოსია. თქვათ რომელი გვაქვს ხელთ და ამის მიხედვით აი ამ წეტილიდან დავიწყოთ შემდეგ მოძრაობა. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს თუ არა იანთაძე რას ფიქრობს? მე ვფიქრობ რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ მომწონს ის ხელისუფლება რომელიც არის. არა, მე მინდა თავისუფალი ქვეყანა. მე ვგრძნობ რომ თუ ადამიანს ძალიან დიდი ძალისხმევა არ აქვს იმისთვის რომ თვითონ იყოს თავისუფალი, ვერანაირად ვერ შექმნის გარემოს თავისი ირგვლივ, იმიტომ რომ არ არის ამ ქვეყანაში თავისუფალი გარემო. მე მინდა თავისუფალ საქართველოში ცხოვრება. ამიტომ მგონია უნდა იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც შექმნის პირობებს, რომ არა მარტო ინდივიდუალურად იყო ადამიანი თავისუფალი, არამედ იყოს ქვეყანა თავისუფალი და იყოს საზოგადოება. ბავშვობის დროინდელი განცდა მახსოვს 9 აპრილის მიტინგები რო იყო, მოვითხოვთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ხოლმე წერეთ. აი ფიქრობდი ხოლმე ამ მიტინგებზე დამატარებდა მშობლები, საქართველოს დამოუკიდებელი გახდება. აი რა ბედნიერი ვიქნებით, ხო ფიქრობდი და იშვიათად ვარ ბედნიერი ბოლო დროს აგვისტოს შემდეგ განსაკუთრებით. დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის. ბოლოს სანამ გადაცემას დავასრულებ ერთ ვიტყვი. ხელისუფლება, ოპოზიცია, პოლიტიკა, ჟურნალისტიკა, გადაცემის წაყვანა, ყველაფერი ამან ჩემი ფიქრი რატომაც ისეა აწყობილი, რომ ჩემი თვინი რომ თბილისს უტრიალებს ხოლმე. სეიდაბადში აბანუთუბნის თავზე არის ერთი ქუჩა, მირზაშაფის ქუჩა, კარგი პოეტი იყო, მირზაშაფი, ვაზეხი. მის სახელობის ქუჩაზე ციმციმ დაანგრიეს ახლახანს შენობები. ბევრი მათგანი ისტორიულად ღირებული არ იყო, მაგრამ შენობებთან ერთად ანგრევენ კლდეებს, სადაც არის გოგირდის ბუდობები, თაბორის ქედს. რა შენდება იქ? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან იერსახეს, აი ამ აკუნის, სადაც ქალაქი ჩაისახა, საიდანაც გაფართოვდა ქალაქი, მნიშვნელოვნად გადაწყვეტს. იქ ხდება ყველაფერი ნაჩქარევად და სადაც ნაჩქარევად კეთდება, არის ხოლმე ბევრი კითხვის ნიშანი და ბევრი ეჭვი. ვთხოვდი, აი გულითადად ვთხოვდი იმ ადამიანებს, იმ კომპანიას, ვინც იქ აშენებს, საჯარო დისკუსია მოახდინოს, საჯარო დისკუსია და საჯაროდ გვაჩვენოს, რა შეიძლება აშენდეს, რომ კიდევ ერთხელ არ მივიღოთ ის, რაც ხშირად თბილისში ვიღებთ ხოლმე, როცა უკვე ყველანებართვა გაცემულია, გავიგებთ რა აშენდება და საძირკველია გათხრილი, აი მაშინ ვიწყებ ხოლმე ხმაურს და მაშინ გვიანებ. ვთხოვდი გულითადად, ვინაიდან საპროტესტო აქციები ნამდვილად გამოგვდის ხოლმე მე და ჩემი მეგობრებს, უბრალოდ არ მინდა რომ ეს სულ რაღაც დაპირისპირების რეჟიმში. ჩემი ინფორმაციით ეს 9 ნგრევა ჩიჩქნა სათავეს იღებს პარლამენტში და მე თქვენს თხოვნას შეუერთდებდი ჩემს თხოვნას და დაინტერესდეს მაგ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თუ მას არ აქვს კავშირი ამ 9-სთან. სახელი და გვარი შემახსენეთ მაგრამ იცის თვითონ ვინც არის. გასაგებია. რამას აყვარეთ? ეს არის ჩემი გულითადი თხოვნა, ვინაიდან ნამდვილად მინდა დავიჯერო, რომ ყველაფერი იქ ნორმალურად არის და საჯაროდ გვაჩვენო ყველაფერი ასაფერებს. რამას აყვარელიძე, იანთაძე, კობა დავითაშვილი, მამუკა კაციტაძე, სოსო შატბერაშვილი და ირაკლი მელაშვილი იყვნენ დღევანდელი ბარიერის სტუმრები, უკვე დღევანდელი აღარ არის 21 იანვარი დაიწყო. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, თქვენი მოსაზრებებისთვის, დარბაზში მსდომ ახალგაზრდებს მადლობას მოვახსენებ. დღეს 21 იანვარს ამით დასრულდა ბარიერი, პარასკევს 22 საათზე 15 წუთზე კავკასიის ეთერში ბარიერს გაუძღება ნინო ჯანგირაშვილი მომავალ შეხვედრამდე.